მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ დანიშნული დირექტორი ტელეკომპანიას ხელოვნურად უქმნის პრობლემებს და ბლოკავს ისეთ ტრანზაქციებსაც კი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არხის ფუნქციონირებისათვის. განმარტებებს აკეთებს ტელეკომპანიის იურისტი და იმ ზიანზე საუბრობს, რომელსაც ოქუაშვილის მიერ დანიშნული გოგი ქურდაძე მიზან მიმართულად უქმნის მთავარ არხს. თავად ოქუაშვილმა კი საკუთარი პოზიციის გასაჟღერებლად არა მთავარი არხი, არამედ სხვა პლატფორმა აირჩია და განცხადება გაავრცელა. თათია წოწონავა გვეტყვის, როგორია არხზე არსებული ვითარება და რა შეფასებას აკეთებს ტელეკომპანიის იურისტი. დიახ, ვიდრე ტელეკომპანიის იურიდიული დირექტორის განცხადებას გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ზაზა ოქუაშვილი განცხადებაზე ავრცელებს და ამჯერადაც ზაზა ოქუაშვილი უკვე სთავაზობს ეთერს ტელეკომპანია ფორმულას და TV პირველს, ანუ მათგან ითხოვს უпростоრად ეთერს მთავარ არხში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროთ და ისევ იმეორებს იმას, რომ მისი მიზანი მთავარი არხის დახურვა არასდროს არ ყოფილა, თუმცა სულ სხვა რეალობა არის მთავარ არხში და ამის შესახებ დეტალურად საუბრობს დიმიტრი საზაგლიშვილი, რომელიც ყვება რეალურად რა პრობლემების წინაშე აყენებს ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი გოგი ქურდაძე ტელეკომპანიას, მათ შორის ის, რომ ის არ აწერს ხელს არხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, რაც საბოლოოდ აფერხებს ბუნებრივია ტელეკომპანიის მუშაობას, მათ შორის სახელმწიფო დავალიანებების გადახდაში უშლის ხელს, ასევე მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის შესაბამისად ეს ყველაფერი აფერხებს ტელეკომპანიის მუშაობას და დიმიტრი საზაგლიშვილის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავარი არხი მაინც აგრძელებს მუშაობას, მანამ სანამ ამის რესურსი და საშუალება ჩვენ ფიზიკურად გვაქვს. რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის წარდგინებით დანიშნული დირექტორი გოგი ქურდაძე არ აწერს ხელს არც ერთ აქტს კომპანიის ოპერირებისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევის თაობაზე და შესაბამისად ფიზიკურად ტელევიზია მოკლებულია საშუალებას გაწიოს ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის გადაიხადოს სახელმწიფო დავალიანება, ან გადაიხადოს რაღაც ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საჭირო თანხები და ნებისმიერი სხვა სერვისისთვის საჭირო თანხები, რასაც ტელევიზია იღებს. ეს ცხადი არის მიზანმიმართული ქმედება და ეს არის ზუსტად არხის დახურვა. ძალიან კარგად გვესმის, ვის ინტერესებში შედის დღეს მთავარი არხის დახურვა, ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და ეს თამაში მხოლოდ და მხოლოდ მის ინტერესში შედის. ჩვენ ვისმენდით წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს, რაც მათ შორის განცხადებაშიც ვნახეთ, რომ თითქოს და ფულის გათეთრება ხდება საზღვარგარეთ გადარიცხვის, ამაზე ჩვენ გქონია საუბარი და მათ შორის ვეკითხებოდით, რომ რომელი ტრანზაქცია მიაჩნდა საერთოდ ერთი გადარიცხვა მაინც ეთქვა ქურდაძეს, თუმცა ცხადია ვერ გვითხრა ასეთი ტრანზაქცია, იმიტომ რომ ეს საზღვარგარეთ გადარიცხვები მაგალითისთვის რო ავიღოთ, არის ისეთი გადარიცხვები, როგორც არის პირობითად სატელიტზე გასვლისთვის, აზერკოსმოსისთვის, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისთვის თანხის გადახდა, ტელემუნდოსთვის სერიალების შესაძენად თანხის გადახდა და ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული, უბრალოდ სასაცილოა, რომ ტელემუნდოს მეშვეობით ვინმე ფული გაათეთროს. არხი აგრძელებს მისი თანამშრომლების თავდადების ხარჯზე მუშაობას, იმიტომ რომ სხვა რესურსი უბრალოდ არ დაგვრჩენია. პრინციპში მთავარი არხისთვის მთავარი რესურსი ყოველთვის იყო მისი თანამშრომლების და გუნდის თავგანწირვა და თავდადება და ეხლა უბრალოდ ეს ერთადერთ რესურსად დარჩა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიდგებით ბოლომდე ცხადია, სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა გვექნება და ვეცდებით, რომ ქართველი ხალხი არ დავტოვოთ მარტო და გაშუქების გარეშე იმ პირობებში და იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა გადის მისი მომავალი 10 წლეულებისათვის განსაზღვრულ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს. დიახ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა მთავარ არხში მიმდინარე პროცესების შესახებ და ბიძინა ივანიშვილის დავალებით არხის გაჩუმების მცდელობაზე აქტიურად ვხედავთ ჩვენ გამოხმაურებებს, დილიდან პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გვიცხადებენ სოლიდარობას, მათ შორის არასამთავრობო სექტორში და მათი შეფასებით ახლა ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთ ყველაზე მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ მედიაში ასეთ პრობლემებს, ეს პირდაპირ არის ამ ყველაფერში პირდაპირ ჩანს ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, შესაბამისად ახლა ასეთი კრიტიკული არხის გაჩუმება იქნება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად არასამთავრობო სექტორი, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ გვიცხადებს სოლიდარობას და დგანან მთავარი არხის გვერდით, ისევე როგორც ყველა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის გვერდით.
ჩემი სოლიდარობა მთავარ არხს და მადლობა მათ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ხდება ტყუილად და რა თქმა უნდა, ამის უკან დგას კონკრეტული ინტერესები მმართველი პარტიის. ეს არის ცალსახა, სხვადასხვა მხრიდან მმართველი პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს დამოუკიდებელი ქართული მედია და ეს არის ფაქტი. თუმცა მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაუწიოთ წინააღმდეგობა და ჩვენი მხრიდან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მედიას ხელი შეუწყოს და დაეხმაროს. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კლასიკური ნაცადი მეთოდები იმისათვის, რომ თავისუფალი სიტყვა იქნას ჩახშობილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთავარ არხს და მის არაჩვეულებრივ გმირების ჯგუფს ისეთები აქვთ გამოვლილი, რომ არ მგონია, რომ ეს რამე შემაფერხებელი იყოს მათი შემდგომი საქმიანობის გაგრძელებისთვის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მონახავენ უსწრაფეს გზას ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. ძალიან სამწუხარო ის პროცესები, რომელიც ვითარდება ტელეკომპანიამ მთავრობის ირგვლივ, ეს არის ვფიქრობ, რომ იგივე ხაზის გაგრძელება, რაც არის მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ძალიან სამწუხარო იქნება თუ რაღაცა ფორმით შეიზღუდება ტელეკომპანიამ მთავრობის ფუნქციონირება, ვინაიდან ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ობიექტური ტელეკომპანია საქართველოში და მიმაჩნია, რომ მათ უნდა გააგრძელონ საკუთარი მუშაობა ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. მთავარი არხი აგრძელებს მაუწყებლობას და კომპანია დგას იმ ადამიანების გვერდით, ვინც ქუჩაში და უყალავად იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და ქვეყნის გარუსებას არ ეგუება.